გამარჯობა დღეს კვირაა 13 საათი და იმედის ეთერშია გადაცემა სპორტი იმედზე, რომელსაც როგორც ზოგადად სპორტ ჩვენს არხზე წამოვიდნენ ჩვენი პარტნიორი კრისტალბეტი. დავიწყოთ საუბარი, რა თქმა უნდა, მთავარი ცხელი თემა გახლავთ ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენები, გუშინ დასრულდა პრეზიდიუმის სხდომა და ვერ ვიტყვით, რომ რაღაცა რადიკალური ცვლილებები მივიღეთ. ნუ ყოველ შემთხვევაში ორივე მხარემ, ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ და სპორტსმენმა, ჩვენმა ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა თავიანთი სათქმელი გუშინ თქვეს. ჩვენ მაინც ვცდილობდით დღეს, რომ ისინი ყოფილიყონ ჩვენთან ეთერში, კიდევ ერთხელ დააფიქსირებინათ პოზიცია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამის საჭიროება მართლაც უკვე აღარ არსებობს. გეგა გეგეშიძემ მოიხადა ბოდიში, ზოგს მოეწონა ეს ფორმა, ზოგს არა. ზურაბ დათუნაშვილი თავის პოზიციაზე დგას, გარეთ გაიმართა აქცია პრეზიდიუმის სხდომასაც მიმდინარეობდა იქ ახლოს, ასე რომ არც თუ ისე სახარბიელო და სასიამოვნო სიტუაციაა. ჩვენ გვინდა საღიაზრის მოსმენა და აქედან გამომდინარე ჩვენი სტუმარი დღეს გახლავთ ჩვენი ცნობილი ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი, ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე, რომელიც მე როგორც ვიცი, არასდროს არ ერიდება თავის პოზიციის დაფიქსირებას. იმართებს მას ლუკა, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის და არსებობს გადაწყვეტილებები, რომელიც მე უკან დასახელ გზას თქოს არ გიტოვებს. ასეთ შემთხვევაში ხო არა გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში, ზურაბ დათუნაშვილთან მიმართებაში ვსაუბრობ. ჩვენ არავის არ გვინდა სპორტსმენის დაკარგვა. რა თქმა უნდა. მაგრამ ის ნუტად დგას თავის პოზიციაზე, ეს ბოდიშიც არ მიიღო ასე ვთქვათ და თავის პოზიციას ყარა დაფიქსირებს, იქ ვერ შეექმნება ეს შეტავება, რომ უნდა ამის წასვლა, ძალიან უნდა წასვლა უცხოეთში, სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლა. პრეზიდიუმის სხდომაზე რა ხდებოდა? მოდი ესეც ვილაპარაკოთ, ბევრი რამე ითქვა, დაიწერა უშუალოდ თვითხილველებისგან პირდაპირ ეთერში საინტერესო იქნება ეს მოსმენა და რა საკვირველია თქვენი პირადი პოზიცია, თუ რა გამოსავალს ხედავთ, თუ ხედავთ ზოგადად გამოსავალს. პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ ასე აქტუალური არის ეს საკითხი, იმიტომ რომ ჭიდაობა არის ის საყრდენი სპორტის სახეობა, რომელიც ჩვენი ძალიან დიდი გულშემატკივარი ყავს და ქვეყნის, ანუ სპორტის ის სახეობა, რომელიც დახუნძულია დიდი გამარჯვებით. თუ რამე შეგვიძლია ქვეყანას საქართველოს თქვათ სიამაყით, ეს არის ის სპორტის სახეობა, რასაც ჭიდაობა ქვია 10 წლების განმავლობაში. მე პირველ რიგში მინდა ყველა საზოგადოებას, გულშემატკივარ ჟურნალისტებს, ვინც ამაში აქტუალურად გულწრფელად ჩართულია, მინდა მადლობა უთხრა, იმიტომ რომ ბევრი პრობლემა, რომელიც დაგროვილია ალბათ 10 წლების განმავლობაში, ყოველთვის მსჯელობის საგანია, შეიძლება ფორმა იყოს ცოტა რადიკალური, ძალიან ასე ვთქვათ მომთხოვნი პოზიციებით, მაგრამ კარგია, რომ ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს ეს საკითხი, რომ აი ეს პრობლემა, რომელიც ახლა შეიქმნა, მე წინათაც გითხარით, რომ თუ ძირფესვეულად არ შეიცვალა ჭიდაობის სამყაროში და სპორტსმენებს, სადაც ძალიან დიდი კონკურენცია არის, საპირისპიროდ კიდევ რაღაც საშუალება არ მიეცა, რასაც ჭიდაობის განვითარებას ძალიან შეუწყობს ხელს, ყოველთვის იქნება ასეთი სიტუაციები. მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულად ამ თემას, გუშინ რაც იყო, კარგია, რომ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ დიალოგი დაიწყო. დიალოგი დაიწყო, რა თქმა უნდა, აქ თავიდან იყო ჭიდაობის სამყაროს გარკვეული ნაწილი ჩართული, ანუ მე ვამბობ დიდ ჩემპიონებზე, შემდეგ განათლებისა და სპორტის მინისტრმა გააკეთა განცხადება, ოლიმპიურ კომიტეტმა, შემდეგ პრეზიდიუმის წევრებმა და ყველა, იცი, ჩემი პირადი ჩართულობაც მივედით იქამდე, რომ რაც არ უნდა რადიკალური დაპირისპირებით, მაგრამ დიალოგი შედგა და გამოიკვეთა. დიალოგი დაიწყო, ბევრისთვისაც ჩიხია ეს ყველაფერი უკვე მოხდება. ფორმალობა. არა, უბრალოდ ითქვა უკვე საბოლოო პოზიციები, მაგრამ მე გუშინ არა მარტო გეგა გეგეშიძემ, არამედ ფედერაციის პრეზიდენტმა, არამედ იქ უამრავმა მსოფლიო ჩემპიონმა, ოლიმპიურ ჩემპიონმა დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ ყველა იყო იმ იმაზე, რომ არა მარტო გეგას, არამედ საზოგადოების წინაშე ყველამ სხვადასხვა ფორმით ბოდიშიც მოუხადა გულშემატკივარს, მაგრამ ასევე შერიგების ყველამ შერიგებისკენ გადადგა ნაბიჯი. მე გუშინ იქვე დავაფიქსირე, რომ პასუხს ამ ფონზე მე ზურასგან არ ვითხოვდი, იმიტომ რომ არის ადამიანი, ღირსეული ჩემპიონი, რომელმაც წლები თავისი კარიერა ქვეყანას თავისი ვალი მოუხადა
მაგრამ პასუხი იქვე, იმიტომ რომ მას ყავდა თავისი გულშემატკივარი, საზოგადოების აქტიური ნაწილი, რომელიც ჩართული იყო და ერთი ხელის მოსით შეიძლება მას იქვე პასუხი ვერ ეთქვა და ნაბიჯი არ გადაედგა შერიგებისკენ. მაგრამ მე იქვე დავაფიქსირე, რომ ჩვენ რაღაც დრო ავიღეთ, იმიტომ რომ იქ ოლიმპიურმა ჩემპიონებმა ვახტანგ ბლაგიძემ, დავით გობეჯიშვილმა, ლერი ხაბელოვმა, სარიბეკ ბერიაშვილმა, ჩვენთვის ძალიან საყვარელმა ადამიანებმა და ჩვენი ქვეყნისთვის ღვაწლმოსილმა ადამიანებმა ეს შერიგების ხელი ყველამ ერთად გაუწოდეთ ზურას, არა ზურას, არამედ ზურაც და ფედერაციის ხელმძღვანელიც ბატონი გეგაც მივიყვანეთ შერიგების აი ამ იმამდე პიკამდე, რაც შეიძლება ითქვას. მე ერთი რამ თქვი, რომ ზურას გაეაზრებინა ყველასი ეს მდგომარეობა, ეს მოთხოვნა და გაეაზრებინა და ამას რა თქმა უნდა რამოდენიმე დღეს სჭირდება. ლუკა, მოდი მოვუსმინოთ ჩვენ ახლა იგივე გეგაგიშვილის, იგივე ლერი ხაბელოვის კომენტარებს და მე მექნება, მოვუსმინოთ ჯერ და მე ვისაუბროთ, ნახოთ ჯერ გეგაგიშვილს რა განცხადება გააკეთა და შემდეგ ლერი ხაბელოვმა. დათუნაშვილს შარშანაც ჰქონდა მცდელობა წასვლის, მაგრამ მე მას ვუთხარი, რომ მე ჩემ თავზე ვერ ვიღებდი ამ ხელა პასუხისმგებლობას. არსებობდა ეთიკის კომისია, სამეთვალყურო საბჭო, ოლიმპიური კომიტეტი, სპორტის სამინისტრო მიემართა მათთვის. ფედერაცია არ მისცემს ამის უფლებას. მე არ ვაძლევ პირადად, მარტო დათუნაშვილს კი არ რავის. დათუნაშვილზე მე რამე ის კი არ მაქვს, ასე პირადული. დათუნაშვილის გარდა ბევრს უნდა წასვლა, მაგრამ როცა სახელმწიფო ხარჯავს 100,000-ობით ლარს ჩემპიონებს ვთქვით, ევროპის პრიზიორებს, ევროპის ჩემპიონებს, უბრალოდ მე წასვლა მინდა 2 წელი შედეგს ვეღარ ანახებ და საქართველოს პირველ იმაში ნომერში ვეღარ ხდები, საქართველოს ჩემპიონი ვეღარ ხდები, უცბად უკვე წავიდე, რას ვქე წახვიდე. ჩემი პირადი ახირება ეს კი არ არის. ოლიმპიურმა კომიტეტმა, სამინისტრომ ყველამ გადაწყვიტოს და თქვას, ეს კაცი უნდა წავიდეს, უჩემოდ მე ხელს არ მოვაწერ, თვითონ გადაწყვიტონ გაუშვან. მე როგორც ხელმძღვანელი ვიძახი კიდე გეუბნებით, რომ არც ერთი სპორტსმენი არ უნდა წავიდეს და ჩვენს საწინააღმდეგოდ არ უნდა გამოვიდეს მერე სხვა ქვეყნის სახელით. პრეზიდიუმის წევრებმა ყველამ გამოთქვა თავისი აზრი და რა თქმა უნდა თხოვეს, რომ დათუნაშვილის გაეგზელებინა ვარჯიში და თქვენ იცით, რომ ოლიმპიური კომიტეტი გამოვიდა თავის წინადადებით, როგორც ჩვენი ლიცენზიატი სპორტსმენი არის და ფაქტიურად იღებს ჩვენ სტიპენდიას და გვინდა რომ აიღოს ლიცენზია ოლიმპიურ თამაშებზე და იგივე მოსაზრება ქონდა პრეზიდიუმს და ამ შეთავაზებაზე თვითონ უარი თქვა და თქვა, რომ მე წასვლა მინდა და მომეც საშუალება და ეს საშუალება რა თქმა უნდა იყოს ერთობლივი, ეს არის პრეზიდიუმი, ოლიმპიური კომიტეტი და სპორტის სამინისტრო, რომ მივცეთ ჩვენ საშუალება, რომ დათუნაშვილი წავიდეს სხვა ქვეყნის სახელით გამოვიდეს. ამაზე ვიმჯელებთ და შემდეგ მე რომ მოგახსენებთ ამას. არა, რა თქმა უნდა, მე არ უწევთ ხარს, რამე თუ თქვენ იცით, რომ ამ წონით კატეგორიაში ჩვენ გვყავს ევროპისა და მსოფლიოს ორგზის პრიზიორი რობერტ კობლიაშვილი, ამიტომ მე ამ შემთხვევაში, როგორც ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ეს ფაქტიურად გამოვრო ჩვენი მოწინააღმდეგე იქნება შემდგომ, მე ამას ხარს არ დაუჭერ. აი ამ კომენტარებიდან ჩანს ერთი რამ. ბევრი თulis ვთქვათ სპორტსმენს ვალი მოხდილი აქვს, ასე ვთქვათ, დავალებულები ვართ ქვეყანა, მეორე მხრივ უსმინეთ გეგეშის კომენტარს, რომ 100,000-ობით ლარი იხარჯება, მომზადება, ანუ ჩიხური სიტუაცია თითქოს. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის არ დაუჭერს ხარს წასვლას სპორტსმენისა. გამოსავალს ხედავთ, ლუკა, ამ სიტუაციაში. ვინ უნდა დათმოს? გადადგომა, მოდი შეგაწყვეტინებთ, გეგეშის არც განხილულაო პრეზიდიუმზეო ეს გზავნილიც გამოვიდა. გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, იმიტომ რომ ამ შეიძლება ამ ფონზე რა ფონიც იქნებოდა ამაზე ახლა დათანხმება იმაზე, რომ ზურას მივცეთ და ასე ვთქვათ თავისუფლება და მან სხვა ქვეყნის სახელით იასპარეზოს, ეს უკვე როგორ გითხრათ, გარიყვის ერთ-ერთი ასე ვთქვათ, პრობლემის მოშორების ერთ-ერთი მათ ჩაეთვლება, იმიტომ რომ საზოგადოება ასე მიიღებს. პოზიცია სწორია, იმიტომ რომ ფედერაციის პრეზიდენტს ერთპიროვნულად არ შეუძლია ამ ხელა ტიტულების მქონე სპორტსმენის გაშვება. რაც შეეხება ის დრო ჩვენ რაც ავიღეთ, ეს ორკვირიანი მონაკვეთი, რა თქმა უნდა ვიმჯელებთ, მაგრამ მე ასევე იცით თქვენ, რომ მე ვარ ოლიმპიელთა ასოციაციის პრეზიდენტი და მე ვალდებულებაც მაქვს იმის გარდა, რომ მე ზურასთან და ყველასთან მაკავშირებს მეგობრობა, მე ვალდებულიც ვარ, რომ ამ შემთხვევაში ზურას უფლებებიც დავიცვა და მისი პოზიციებიდანაც გამოვიდა. იმიტომ რომ თუ
დიდ ჩემპიონებზე იხარჯება დიდძალით რესურსი, ადამიანურიც და ფინანსურიც, ეს ადამიანი ადეკვატურად თავის ჩემპიონობით ვალსაც იხდის. ასე რომ, როდესაც ის ვალმოხდილი არის და როდესაც ხედავთ, რომ არის ძალიან დიდი კონკურენცია და მას უკვე არ ეწიფება იმიტომ რომ წონითი კატეგორია ზურამ შეიცვალა, რაც ევროპის ჩემპიონი სხვა წონით კატეგორიაში იყო, მაგრამ იქ არის უფრო ასე ვთქვათ არანაკლები ღირსეული მეტოქე, მისი მეგობარი კობლიაშვილზე ვსაუბრობ, რომელიც ძალიან დიდ კონკურენციას უწევს. მე ვფიქრობ, რომ ამ მდგომარეობიდან რაც შეიქმნა და ჩვენ თუ, იმიტომ რომ გვაქვს ჩვენ პრეცედენტები, რომ ძალიან დიდი სპორტსმენები, რომლებმაც ქვეყნის წინაშე ასე ვთქვათ, შეუფასებელი გამარჯვებები მოიტანეს, რაღაც პერიოდში ისინი ფედერაციიდან, ქვეყნიდან თავისუფლება მიეცათ, იმიტომ რომ თავისი კარიერული ან ფინანსური პრობლემები, ანუ საკითხები მოეგვარებინათ. თქვენ წონაში რო ყოფილიყო 4 თუ დაახლოებით თქვენი დონის სპორტსმენი, ის სამი უნდა წასულიყო ერთდარჩენილი. არა, მე ვფიქრობ, რომ ამისათვის მე წინათ თქვი, რომ ალტერნატიული საშუალებებია მისა, იმიტომ რომ მე მქონდა, როცა ფედერაციის პრეზიდენტი ვიყავი, ჩვენ ბატონი ბიძინა ივანიშვილი მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო, სელას პრეზიდენტი და მაშინ ფილას პრეზიდენტი ცენცენოვი და ბატონი ნენედ ლალოვიჩი შეხვდნენ, ისაუბრეს რეგიონალური კლუბების ასე ვთქვათ კლუბების განვითარებაზე და სადაც მე დავალებით შემდეგ გერმანიაში ვიმყოფებოდი, ეს პროექტი შეიქმნა, იმიტომ რომ ალტერნატიულად ეროვნულ ნაკრებში მოღვაწე სპორტსმენებს, დიდ ჩემპიონებს, პირველ, მეორე, მეოთხე ნომრებს უნდა კონდეს ეროვნული ნაკრების გარდა სხვა გასავალი კლუბები ხო არსებობს? კლუბები უნდა ჩამოყალიბებულიყო რეგიონების მიხედვით, რომელიც უცხოურ კლუბებს. არა, უცხოური კლუბები, არა, უცხოური კლუბები სხვა არის, იქ შენი ქვეყნის სახელს ვერ იცავ. მე ვამბობ, აქ რეგიონების მიხედვით, შიგნით ჭიდაობის კლუბების ჩამოყალიბება, რომელიც პროგრამაც არსებობდა, მაგრამ მაშინდელმა მინისტრმა ამას მხარი არ დაუჭირა და ეს არგუმენტით იმიტომ რომ არაფერი არ დავაშავო, რაღაც რევოლუციური რაღაც იდეები არ განხორციელდეს, რომ რამე შემდეგ არ დაეშავებინა. ის ახლა დაძრა ეს პროცესი. არა, ის შემდეგ მეორე მინისტრი მოვიდა, რომელმაც არც მაგან დაუჭირა მხარი და ფიქრობ, რომ ეს დრო დაკარგულია, მაგრამ მოვა დრო ამისა. მე ფიქრობ, რომ კლუბის არის მომავალი მაინც. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეროვნულ ნაკრებებს, როდესაც ალტერნატივა აქვს, რომ კლუბებში ახლა ყვარელის ნაკრები რო ჩავა აჭარაში და იქ დაპირისპირება მოხდება ამ ისა იმ რეგიონში კონკურენცია, განვითარება, კლუბების ასე ვთქვათ, გულშემატკივრების გაზრდა და ეს უკვე უფრო ასე ვთქვათ დააწყნარებს იმ კონკურენციას, რომელიც შეგნით არის შექმნილი. თამარიც გველოდება, თუ შეიძლება კითხვით შემოვა და მოგცემ აუცილებლად დასრულების საშუალებას, რა თქმა უნდა, თამარ გისმენთ. დიმა, თქვენ გამოსავალზე საუბრობთ და ჩვენს ტელემაყურებელს ბატონ ლუკასთან ასეთი კითხვა აქვს. ზოგადად ხომ არ სურს ზურაბ დათუნაშვილს, რომ დატოვოს საქართველოს და სხვა ქვეყნის სახელით იასპარეზოს და იქნებ სწორედ ამიტომ იგი არანაირ დათმობაზე არ მიდის, არანაირ შემოთავაზებას არ თანხდება და მოითხოვს გეგა გეგეშიძის გადადგომას. საინტერესო არის თქვენ ამ მოსაზრებაზე რას ფიქრობთ, რამდენად რეალურია ეს? კარგი, მადლობა თამარ. თეორიულად შეიძლება ეს დაუშვათ, მაგრამ მისი პიროვნებიდან გამომდინარე, უბრალოდ მეც სპორტსმენის გადმოსახედიდან ვამბობ, როდესაც სხვა არის ალტერნატივა, მე ვთქვი, წინათ გამოუვალი ეს არის კონკურენტი, რომელიც შეიძლება რომ გადაულახავიყო, იმიტომ რომ წონითი კატეგორია სხვა წონითი კატეგორიაში არის და მეტი საშუალება შესაძლებელია, რომ უცხოეთში მან ამით არაფერი არ შავდება. ფიქრობ მე წინათაც ვთქვი და ეს ორი კვირა ჩვენ ზურას მივეცით და ჩვენც ავიღეთ, ასე თქვა, ტაიმაუტი იმისათვის, რომ ვინიცობა შეიძლება ემოციაზე ზურამ ვერ გადმოდგა შერიგების ნაბიჯი, მაგრამ თუ ის ამ ხნის განმავლობაში იქნება შეუვალი და გადაწყვეტილება მიღებული აქვს, რომ ის წავიდეს და სხვა ქვეყნის სახელით გამოვიდეს, ყველაფრის გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე ჩვენ უკვე ჩვენც ანუ ფედერაციამაც, პრეზიდიუმმაც, ოლიმპიურ კომიტეტმაც და პარლამენტის კომიტეტმა რა თქმა უნდა, ბატონ მიხეილ ყაველაშვილის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და იქნება ყოველთვის. მაგრამ ახლა ყველამ ერთად უნდა მივიღოთ ესეთი გადაწყვეტილება, რომ ჩვენ არ უნდა მივიღოთ ფორმა იმისა, რომ რადგან ამ შემთხვევაში ერთსულოვანი ვართ იმაში, რომ ფედერაციამ თავისი
გამარჯვებების ფონზე, რომელიც მან მთელი ამ 2 წლის განმავლობაში ქვეყანას შესთავაზა, მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ ფედერაციამ მომავალ წელს ოლიმპიური თამაშები დაასრულოს და შემდეგ არჩევნები ჩატარდეს როგორც ცივილიზებულ ქვეყანაში და პრეზიდენტმა უხელმძღვანელოს წარმატებულმა პრეზიდენტმა ფედერაციას, მაგრამ არის ადამიანი, რომელიც ევროპის ჩემპიონი, რომელმაც თავის ქვეყანას ვალი მოიყადა თქვენი აზრი როგორია? და რა მინდა? მე კონკრეტული ჩემი აზრი. თუ არ შეიცვალა სიტუაცია, თუ არ შეიცვალა პოზიცია, მე მივდივარ იქითკენ, რომ ჩვენ არ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომ არ მივცეთ არც აქ არ მიეცეს. ნუ კონკურენციის გამო არ მიეცეს საშუალება დათუნაშვილს, რომ მან ქვეყნის სახელი დიასპარეზოს, მაგრამ ამასთანავე გადაუკეტოთ ის სხვა გზა, რომელიც ჩვენ უამრავ სპორტსმენებს მივეცით ამის საშუალება, რომ და გინდა კახიაშვილი, გინდაც ბერიანიძე, გინდაც მოძმანაშვილი, ყველას მივეცით ჩვენ ვალი მოიხადეს ქვეყნის წინაშე და თუ ის სხვა ქვეყნის სახელით ისევ ქართველმა თუ მან გამარჯვებებს მიაღწია, ეს ხო ისევ ჩვენი დოვლათია. ამიტომ ჩვენ არ უნდა მივიღოთ ის პოზიცია, რასაც ქვია, რომ მას გზა გადაუკეტოთ. ლუკა, ერთ შეკითხვა უნდა დაგისვათ. და ალბათ ბოლოსკენ გავიდეთ. აი თუ თქვენ როგორ გონიათ, რო გადადგეს ხვალ გეგეშიძე და თუნაშვილი დარჩება საქართველოში? მე ვფიქრობ, რომ იმდენად რადიკალური არის ეს პოზიცია, მე იმედი მას კიდე რაღაც ერთი თეორიული შანსი ვიტოვებ, რომ ზურამ თავისი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ გობეჯიშვილი, ხაბელოვი, მთელი ოლიმპიური კომიტეტი, ყველა ჩემპიონები ჩვენ თავდებში, მე მგონი არც არის ეს საჭირო, მაგრამ ყველა მავიღეთ ეს პასუხისგებლობა, რომ ყველა პირობა მიეცემა იმისა, ღირსეული პირობა ზურას, რომ მან საქართველოს სახელი დიასპარეზოს. მაგრამ თუ ის გადაწყვიტავს, რომ მან ამითი ამოწურა ურთიერთობა, ამ შემთხვევაში ჩვენ ეს ალტერნატივაც უნდა მივცეთ. მაგრამ რაც შეეხება ამ გუშინდელი, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებიდან, რაც ერთხმად, ყველამ ერთად მივიღეთ, ეს არის, რომ ფედერაცია, რომელიც ამ ხნის განმავლობაში წარმატებულად არსებობს, ჩვენ პრეცედენტი უნდა დაუშვათ, რომ ყოველ 2 წელიწადში კი არა ვცვალოთ ფედერაცია, არამედ მან თავისი საარჩევნო ასე ვთქვათ 4 წლიანი ციკლი დაასრულოს და დაგროვილი დოვლათიდან შემდეგ შეფასებებით ავირჩიოთ ან დავტოვოთ ეს აი ბოლოს ვიტყვი უბრალოდ ჩემ პოზიციას კიდე ერთხელ დავაფიქსირებ ნამდვილად არ მემეტება ზურაბ დათუნაშვილი აქედან წასასვლელად ისევე როგორც ყველას მაგრამ ვფიქრობ რომ ის თუ ეხლა წავა მას ჩვენ დავკარგავთ ჩვენ თუ ორი უკიდურესობა ჩვენ თუ მას აქ დავტოვებთ ის ხდება ძალიან დიდ კონკურენციაში და მისი ასე ვთქვათ ფსიქოლოგიური განწყობიდან ძალიან დიდ სტრესულ იმაში მოუწევს და ეს აცნობიერებს ზურაამას მეორე ის რომ ჩვენ თუ არ მივიღებთ ჩვენ თუ არ მივცემთ მას თუ ის საბოლოოდ გადაწყვეტა ამ შემთხვევაში ორ უკიდურესობას აქაც ვამთავრებთ მის კარიერას და თუ არ გაუშვებთ აქაც ამიტომ ჩვენ მეტი უფრო დიდსულოვნება უნდა გამოვიჩინოთ პატივისცეთ მის განვლილ გზას და თუ მივიდა იქამდე ყველამ უნდა გავაცნობიეროთ რომ გვაქვს ჩვენ ვალდებულებები და თუ ზურაბ დათუნაშვილი სხვა ქვეყნის სახელით მოიპოვებს გამარჯვებებს ეს ისევ საქართველოს დოვლათია საქართველოს წარმატება იმიტომ რომ სული და ხორცით ზურა არის ქართველი რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს გვიამაყება ასე რომ ჩვენ უნდა მოვძებნოთ კომპრომისი და მე ამისთვის ამ შემთხვევაში ვარ ამ პოზიციაზე რომ ახლა როგორც არასდროს უნდა დავიცვა ზურას პოზიციები რა თქმა უნდა ფედერაციის ინტერესები დავიცავ იმიტომ რომ ის ყველაზე წარმატებულია დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მანძილზე მაგრამ სპორტსმენი რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებებში. კარგით, ლუკა, ძალიან დიდი მადლობა გულწრფელი საუბრისთვის. ცოტა მძიმეა ეს თემები, მაგრამ უნდა განვიხილოთ ხოლმე. სხვა გზა არ არის, მედია მაგისტრის არის. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დიდი მადლობა თქვენ. მე მინდა რომ ისე გადასტეს ეს თემა, რომ არავინ არ იზარალოს, არც მოჭიდავე, არც ქვეყანამ, არც ფედერაციამ და არც ერთმა გულშემატკივარმა. იმედია რომ ჩვენ ვისაუბრებთ იმ თემებზე, რომელიც ასეთ პრეცედენტებს არ დაუშვებს. კი ბატონო, ნახოთ აი